რა ხდება ყოველთვის ინტერესდება ხალხის აზრით. ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენ ვეცდებით გავიგოთ რა ხდება თბილისში. რა ხდებოდა 8 წლის წინ და რა ხდება ახლა. რა აწუხებთ, რა მოსწონთ და რა იდეები აქვთ ადგილობრივებს. დღეს გავიგებთ რა ხდება ისნის რაიონში. ახლა ვიმყოფებით ვაზის უბანში, სადაც ადგილობრივებისგან გავიგებთ, რას ფიქრობენ ახალგაკეთებულ სკვერზე. რა გაკეთდა და რა შეიცვალა და რა იდეები აქვთ მათ. ადრე აქ რა სიტუაცია იყო თუ გახსოვთ და ახლა რა ხდება, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება და ყოველდღიურობა? აქ თითქმის იყო ნაგავსაყრელი ბუდე, საშინელება ხდებოდა და ჩვენი გამგეობის თანადგომით ეს ძალიან ლამაზად გამოვიდა და მადლიერი ვარ იმხელა, რომ იმხელა იმედი მომწეს, იმხელა გვერდში დგომა მქონდა, გამგეობიდან ყველას ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ, რომ ეს არის ახალი სიცოცხლე მაჩუქეს. იმიტომ რომ მე რომ გადმოვიხედავ და აქ ჟრიამული არის, აქ სილამაზე არის, იმასთან შედარებით რაც იყო სიბნელე და ნუ საშინელება ხდებოდა. ეხლა არის, რა ვიცი, ჩემთვის ღაპარია, შეიძლება უკეთესიც არსებობდეს, მაგრამ ეს ყველაზე უკეთესი ჩემთვის ეს არის. სკვერის გარდა კიდევ რა გაკეთდა ამ უბანში? გამოიცვალა საშვილიშვილოდ კანალიზაცია მოწესრიგდა, ახალი სასმელი წყლის მილები შეიცვალა, გაკეთდა კიბეები, გაკეთდა სახურავი, გზა გაფართოვდა, ახალი ასფალტი დაეგო და ხა 2 წელიწადში რომ ამდენი რამე გაკეთდება, ეხლა ბრმა უნდა იყო რომ ეს ვერ დაინახო და ვერ აღიქვა და მადლიერება არ გამოვთქვათ. ადრე აქ რა სიტუაცია იყო თუ გახსოვთ და რა შეიცვალა, როგორ შეიცვალა თქვენი უბანი? მახსოვს როგორ არა აქ რაღაცნაირად გამოვლაც კი მეუხერხულებოდა, რაღაც თითქოს მეშინოდა და ახლა გალამაზდა, ძალიან შეიცვალა მთლიანად ჩვენი უბანი, აი ასაც ქვია. ძალიან ბევრი სკვერი გაკეთდა, კაი ბატონ კახას დროს ზემოთ მესამეს მეორეში 2 დიდი სკვერი გაკეთდა, მესამეც გაკეთდა იქეთ და ამდენი გამწვანება და ამდენი სკვერები არასოდეს გონია ვაზის უბანში, რომ სიმართლე გითხრათ 40 წელია აქ ვცხოვრობ და ძალიან კარგი საქმეები აქვს ბატონ კახას გაკეთებული რა, აი თავის ამ მერობის პერიოდში. თუ გახსოვთ აქ რა სიტუაცია იყო ადრე და ეხლა რა ხდება, როგორ შეიცვალა თქვენი უბანი? კი, რა თქმა უნდა, სასიკეთოდ შეიცვალა. ადრე როგორც ყველგან ალბათ ყველაფერი გასაკეთებელი იყო, გასაახლებელი, სივრცეები არ იყო, სადაც დაისვენებდნენ ბავშვები, მშობლები. ეხლა ძალიან ბევრი რამე გაკეთდა საერთოდ ისნის რაიონში და საერთოდ რო უყურებთ, ხო უყურებთ ჩვენ თბილისს, როგორ კარგად გალამაზდა. ეს არის ფაქტი, ეს არც ვაზვიადებ, არც ვიგონებ. ეს არის ფაქტი, რომ თბილისი გალამაზდა და კონკრეტული უბნებით. რა თქმა უნდა და რა ვიცი, სკვერები გვაქვს, დასასვენებელი სივრცეები და ასე შემდეგ. აქ სულ ეკალბარდი იყო, აი ვერ შემოხვიდოდი, ძაღლები სავსე კი იყო, ხა კი პატრონობენ ძაღლებს, მაგრამ თავისი გაკეთებული ბინები აქვს, პატარები და არიან. ვერ შემოხვიდოდი, აი ბავშვებს თამაში უნდა და თუ აი ქუჩაში გადიოდნენ და მე რომ გაიკაფა და გალამაზდა, შენიერი გარემო შეიქმნა. აი მეც ახლა იქით რომ მოვდივარ ეკლესიისკენ, მე აუცილებლად შემოვდივარ აქ, რომ ცოტა სულიერად ვისვენებ. კარგ გარემოში კარგი განწყობა გაუფლება. ბევრი გაკეთდა ახლა ქვემოთაც ყველგან, მაგრამ აი სივრცეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა პატარები გან არ კეთდება, მაგრამ სადაც დიდი სივრცეები და ასეთი კარგი ბაღები გაკეთდა, ძალიან კარგია. ბავშვებიც ძალიან ურთიერთობისთვის კარგია, ერთმანეთთან ურთიერთობის კარგი გარემო აქვს და რა ვიცი ახლა კმაყოფილი ვარ ჩვენი ისნის რაიონის გამგეობის და რაც მეც გაკეთებენ უფრო მადლიერები ვიქნებით. ახლა ვიმყოფებით ვაზის უბანში, რამიშვილის ქუჩაზე, სადაც ადგილობრივებისგან მოვისმენთ, რას ფიქრობენ ახლად რეაბილიტირებულ სკვერზე. თუ გახსოვთ ადრე ამ სკვერის ადგილას რა სიტუაცია იყო, როგორ შეიცვალა და თქვენთვის რა გაკეთდა? ძალიან ცუდი. რა შემიძლია თქვა ცუდი ადამიანი, რაც ეხლა გაკეთდა. თელი ზაფხული იმუშავის, მოკლედ ჩვენ სიხარულისაგან გვერდში ვედეგით ხოლმე. სასწაული გააკეთეს რა. ამისთანა ბინები არის უკვე 1 საუკუნის ბინებია და ეზო იყო გადასარევი, მაგრამ მე სულ ჩაწვა რა როიტყვიან და არაფერი არ გაკეთებულა. 1 5 სკამი ქონდა ნაცებს გაკეთებული და 10 წლის განმავლობაში
განმავლობაში შვილო რომ გვაყვედრიდნენ, ხო გაგიკეთეთ, ვერ შემოხვიდოდი. ამისთან ეზო გაქვს და რა მოულელია და რამდენიმე ადამიანებს ულიდით, მაგრამ ახლა ის რაც გაკეთებული, ეს არის ზღაპარი ჩვენთვის. ღმერთმა დალოცოს, მთლიანი ოცნება, კახი არის რაღაც სასწაული პიროვნება, მაგი გაახაროს და საქართველოს აყვავა თბილისი. ზამთარში ევროპიდან ჩამოვიდნენ სტუმრები და რო გავიყვანი ის თბილისი აღარ იყო. ვაიმე რა არის ესო, ჩემ შვილებს ვაჩვენე საფრანგეთში, ვაჩვენე და მართლა რა გაუკეთებიათო, ამ ხალხს მეტი საქმე არ ქონდათ ხალხნო, მოლოდეც ეს რა გააკეთეს, ეს არის ზღაპარი. მოკლედ ძალიან დიდი მადლობერი ვართ, ძალიან დიდი მადლობერი ვართ აი ამ ჩვენ დღევანდელ მთავრობას 51 ყველას ჩვენ ვისაც ნორმალური აზროვნება გააჩნია, ყველა მონა აირჩიონ. თუ გახსოვთ ადრე რა სიტუაცია იყო ამ სკვერში, სანამ გაკეთდებოდა და როგორ შეადარებთ ეხლა, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში? აი უსახური ეზო იყო ძალიან ბავშვებისთვის შეუძლებელი იყო აქ თამაში. ეხლა კი როგორც ხედავთ, მერის და გამგეობის კახაკალაძის სამსახურებით გვაქვს ძალიან ლამაზი ეზო, ძალიან გვიხარია ყველას და დიდ მადლობას ვუხდით კახაკალაძეს პირადად, ასე რომ ზრუნავს ჩვენს მომავალზე, ჩვენ შვილებზე, ჩვენს ბავშვებზე. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ყველაფრისთვის, რასაც აკეთებენ მშვიდობისთვის და მადლობა ამისთვის ჩვენს მთავრობას მშვიდობისთვის. იყო ერთი მოულელი ეზო, რომელსაც ჩვენ მოსახლეობა უვლიდით შეძლების დაგვარად, იყო უსახური ავტოფარეხები და რა გაკეთდა ის, რომ აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი, გალამაზდა, ნარგავები გამოჩნდა, დაემატა, დაიგო აი ბილიკი, როგორც საფეხმავლო, ასევე ველობილიკი, გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის არაერთი. მინდა გითხრათ აქ ზემოთ მოსასვენებელი სივრცე, რომ ეგრეთ წოდებული პიკნიკი მოვაწყოთ მეგობრებმა, მეზობლებმა, შეხვდეთ ერთმანეთს და ვისი ამოვნოთ. და ყველაზე ლამაზი არის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ღამდება და ეს ლამპიონები ძალიან ბევრი განათება დაემატა ჩვენს ეზოს და არის მთლიანად გააჩირაღდნებული და გალამაზებული. ყველანი გამოვედით, არც მაშინ აკლდა ამ ეზოს ხალხმრავლობა და ყოველ საღამოს ვიკრიბებით ჩვენი შვილებით და ხვდებით, ვეფერებით ერთმანეთს და გვიხარია ჩვენს ეზოში და ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი, ჩვენი შვილების ჩათვლით, რომ ჩვენ აუცილებლად მოუვლით ჩვენს ეზოს და გავუფრთხილდებით. ახლა ვიმყოფები ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე რეკრეაციულ ზონაში, სადაც ადგილობრივებისგან მოვისმენთ, რას ფიქრობენ თავიანთ უბანზე, რა გაუმჯობეს და რა გაკეთდა ან რა იდეები აქვთ მათ. თუ გახსოვთ ადრე როგორ გამოიყურებოდა ეს ტერიტორია და როგორ შეიცვალა ახლა ამ სკვერის გაშენების შემდეგ? მე ეს ტერიტორია მახსოვს. იმიტომ ვარ 98 წლიდან აქ ვცხოვრობ, ერთი ნაძვის ხე იყო, წაქცეული და ბაყაყების გუბე იდგა. იყინებდნენ ბაყაყები. ხო, აქ გზაში ვერ შეხვიდოდი, მუხლებამდე წყალი იყო. შენობა მინგრეულში ვცხოვრობდით, სახურავი არ იყო და სახურავი გავიკეთეს და ვართ ახლა. უფლის წყალობით, რა ვიცი, ჩვენთვის ცუდი არ გავუკეთებიათ, კაისმეტი და რა ვიცი. ტყვილი რო ვთქვა ახლა, არ შემიძლია რო ვთქვა ტყვილი. თუ გახსოვთ ეს ტერიტორია ადრე როგორ გამოიყურებოდა სკვერის გაშენებამდე და ეხლა როგორია? რა გაკეთდა? როგორ არ მახსოვს? ანუ არაფერი არ იყო ფაქტიურად გარდა ნაძვებისა და მოუწესრიგებელი სივრცე. ეხლა როგორც ხედავთ, არის ძალიან მოწესრიგებული, ბავშვებისთვის ადაპტირებული, უფროსებისთვისაც და რა ვიცი, ძალიან მადლიერები ვართ, რომ ეს გარემო მოწესრიგდა რა და მადლობას გეტყვით ამ ყველაფრისთვის. მე დავბირდი ამ ტერიტორიაზე. არ დაბადებულ ვარ, მაგრამ დავიბადე, არა მუშაობდი ფაბრიკაში, ყველაფერი. ნუ შედარებას არ შეიძლება. მართლა აი ამოვისუნთქეთ, რასაც თქვია, აი გამოხედვა გვიხარია უკვე ეზოში, რომ როგორ გამოიყურებოდა? ვაიმე ძალიან ცუდად, დაბინძურებული, აქ ბაღები გქონდა. არ იყო დიდად
მიხედული და ისა, ну, ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა, მართლა ისეთი საშინელება იყო. აი ვერ გამოიხედავდი გარეთ ისეთი საშინელება იყო ეს ეზოდა, ну, არ ვიცი, მაგრამ მე ხო გეუბნები ძალიან დიდი მადლობა მართლა მთავრობასაც, გამგეობასაც, რომ აი ესეთი ასე იზრუნდეს ჩვენზე და ჩვენ მოსახლეობაზე. თუ გახსოვთ, ადრე როგორ გამოიყურებოდა ეს სკვერის ტერიტორია და ახლა როგორ შეიცვალა და რა გაკეთდა? ძალიან კარგად მახსოვს 35 წელი აქ ვართ, ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ყველაფერი მოუწესრიგებელი იყო, ახლა ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი ლამაზად არის. გაკეთდა აგერ ბავშვებისთვის ძალიან კარგი სათამაშოებია, რაღაცეებია, სკამეიკები დაიდგა, ხალხი ვისვენებთ, გამოდივართ ვერთობით რაღაც და აგერ კაი ისინი რა ქვია, სკვერი გაკეთდა ისეთი, რომ ძალიან მოხწონს. ანუ ადრე საკმაოდ დაზიანებული იყო, ანუ ეს რეკრეაციული ზონა ფაქტიურად არ იყო ესე გამოყოფილი, როგორც ახლა არის. ანუ საკმაოდ შეცვლილია, გაკეთდა საბავშვო სივრცე, გასართობი, გამწვანება ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ანუ დასუფთავებაც ყველაზე ეფექტური ახლა არის, ვიდრე მანამდე იყო. და ყველაზე მთავარი რაც არის ისეთი განწყობა, რომ უბნისთვის, მოსახლეობისთვის ძალიან მისაღები და ფორმალურია ჩემი აზრით. ანუ რომ შევადაროთ, რაც იყო მანამდე და ახლა, განსხვავებას ძალიან დიდს დავინახავთ.